თავი მეოთხე. ამიტომ რა კი ღვთისწყალობით ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით, არამედ უარყვავთ სირცხვილის გამო დაფარული. არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის დამახინჯებით, არამედ ჭეშმარიტების გამოჩენით წარუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდის ღვთის წინაშე. და თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული. ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ წუთის სოფლის ღმერთმა დაუბრმა გონება, რათა მათთვის არ ეწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა. იმისი, ვინც უხილავი ღვთის ხატია. ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს უფალს, ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის. ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა გამობრწყინებულიყო ნათელი ბნელიდან, მანვე გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღვთის დიდების შემეცნებით იესო ქრისტეს სახეში. მაგრამ ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან. ყველაფერში შევიწროვებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი. გადაყრენნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი. და მუდამ სხეულში ვატარებთ უფალი იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენ სხეულში გამოჩნდეს. ვინაიდან ჩვენ ცოცხლები მუდამ მეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს მოკვდავ ხორცში გამოჩნდეს. ამიტომ ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, ხოლო თქვენში სიცოცხლე. და რა კი იგივე რწმენის სული გვაქვს, როგორც წერია, წამდა და ამიტომ ლაპარაკობდი, ჩვენც გვწამს და ამიტომ ლაპარაკობთ. რა კი ვიცით, რომ ვინც აღადგინა უფალი იესო, ჩვენც აღვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად. ვინაიდან ყოველივე თქვენთვის არის, რათა მრავლის მიერ მადლის გამრავლებით გავრცელდეს მადლიერება ღვთის სადიდებლად. ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე. ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის. როცა ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი საუკუნო.